განვიხილოთ კვლავ ინსერტის სხვა ფუნქციები. დავიწყოთ SmartArt დიაგრამებიდან. ვაკლიკებთ SmartArt დიაგრამას. მოცემული გვაქვს მარცხენა მხარეს სხვადასხვა ტიპის დიაგრამები. List არის სია, პროცესები, cycle ციკლი, hierarchy იერარქია და ასე შემდეგ. დავშოთ დავირჩიოთ ამ ტიპის დიაგრამა. დავაკლიკოთ OK-ს. როწერია ტექსტი, შეგვიძლია ჩავაკლიკოთ და ავკრიფოთ ტექსტი. ჩავაკლიკოთ, აქაც ავკრიფოთ ტექსტი. თუ გვინდა დავამატოთ სხვა ტიპის დიაგრამა, ვაკლიკებთ ამ ნიშანზე და შემდეგ ვაკლიკებთ Add Shapes. თუ გვინდა ქვემოთ დავამატოთ, დავაკლიკებთ ქვემოთაზე და დავაკლიკებთ Add Shapes და ემატება ამდაგვარად. თუ გვინდა შევუცვალოთ დიზაინი, ვირჩევთ ამ ფარგლში და ვირჩევთ სხვადასხვა ტიპის დიზაინებს. თუ გვინდა წავშალოთ ჩვენი ორგანიზაციული დიაგრამა, ვაკლიკებთ გარეთა ჩარჩოზე და კლავიატურიდან ვაკლიკებთ Delete-ს. შევიდეთ კვლავ ინსერტში. დავუშვოთ გვინდა გავაკეთოთ ბული. ბული არის hyperlink-ი. ავკრიფოთ რაიმე ტექსტი, მოვუნიშნოთ, დავაკლიკოთ მარცხენა მაუსის ღილაკს და გადავატაროთ ტექსტს. შემდეგ გავუშვათ მაუსის მარცხენა ღილაკს ხელი, დავაკლიკოთ hyperlinks. როწერია address მისამართი, აქ ავკრიფოთ ინტერნეტ მისამართი. მაგალითად www.file.j და დავაკლიკოთ OK-ს. თუ გვინდა გადავიდეთ file.j-ზე, მივიტანოთ ამ ნაწერთან, კლავიატურაზე დავაკლიკოთ Ctrl-ს, შემდეგ დავაკლიკოთ მაუსის მარცხენა ღილაკს და შევალთ ინტერნეტში file.j-ზე. დავუბრუნდეთ კვლავ Word-ს. დავუშვათ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ bookmark-ები, ანუ ჩანიშნულები. ავკრიფავთ რაიმე ტექსტს, მოვუნიშნავთ, დავაკლიკებთ bookmarks, დავარქმევთ სახელს და დავაკლიკებთ Add-ს. დავუშვათ გადავედით შემდეგ ფურცელზე, ვიმუშავეთ შემდეგ ფურცელზე, ავკრიფეთ რაიმე ტექსტი და გვინდა დავუბრუნდეთ წინა ჩანიშნულ bookmarks. ვაკლიკებთ bookmarks, ვირჩევთ ჩვენ bookmarks და ვაკლიკებთ Go to და გადავდივართ ჩვენ ჩანიშნულ bookmarks-ზე. თუ გვინდა კომენტარის გაკეთება, ვაკლიკებთ კომენტარს, ვკრიფავთ კომენტარს და ისევ შემდეგ უბრუნდებით ტექსტს. Enter-ით გადავდივართ შემდეგ ხაზზე, ავკრიფავთ ახალ რაიმე ტექსტს. თუ გვინდა გავაკეთოთ ახალი bookmark-ი, ისევ ახალი კომენტი, ვაკლიკებთ ისევ კომენტზე და ვკრიფავთ ახალ კომენტარს. შემდეგ, თუ გვინდა გავაკეთოთ header-ი, ვაკლიკებთ header-ზე. ვირჩევთ header-ის ტიპს, დავირჩიოთ პირველი ნიმუში. აქ შეგვიძლია ჩვენ ჩავსვათ ფურცლის ნომერი, ფურცლის ზედა მხარეს, top of page არის ფურცლის ზედა მხარეს, ავირჩიოთ ერთიანი მარცხენა მხარეს. შეგვიძლია აგრეთვე ჩავსვათ ინფორმაცია დოკუმენტზე, დავუშვათ ფაილის მისამართი. ფაილის მისამართი და ასე შემდეგ. თუ ჩვენ გვინდა გადავნოვროთ ფურცლები, შევდივართ page number-ში, top of page არის ფურცლის ზემოთ, bottom of page არის ფურცლის ქვემოთ. დავუშვათ დავირჩიოთ top of page ფურცლის ზემოთ. ეს არის ფურცლის ზემოთ მარცხენა მხარეს, ფურცლის ზემოთ შუაში, ფურცლის ზემოთ მარჯვენა მხარეს. დავუშვათ დავირჩიოთ ფურცლის ზემოთ შუაში. რომ გამოვიდეთ აქედან, უნდა დავაკლიკოთ ფურცელზე მარცხენა ღილაკით ორჯერ.
აგრეთვე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ტექსტბოქსები. ვაკლიკებთ ტექსტბოქს, ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ნიმუშს, დავუშვათ დავირჩიოთ პირველი ნიმუში, ჩავწეროთ ჩვენი ტექსტი, შეგვიძლია ამ ღილაკის მეშვეობით ჩავასხათ ფერი. გარეთა ჩარჩოში ამ ღილაკით შევუცვალოთ ფერი და დავამატოთ shape ეფექტებიდან ეფექტები. რომ წავშალოთ ჩვენი ტექსტბოქსი, ვაკლიკებთ გარეთა ჩარჩოზე და delete-ით ვშლით. ავკრიფოთ ტექსტი რამოდენიმე ხაზზე. შემდეგ მოვნიშნოთ ჩვენი ტექსტი, დავაკლიკოთ drop caps და ავირჩიოთ რომელიმე ნიმუში. ეს პირველ ასოს გადააქცევს დიდ ასოთ. შეგვიძლია ამდაგვარი ნიმუში ავირჩიოთ ან ამდაგვარი ნიმუში ავირჩიოთ და პირველი ასო იქნება დიდი. ინსერტში აგრეთვე გვაქვს word art-ი. ვაკლიკებთ word art-ს. ვირჩევთ სასურველ ფერს. წერთ ჩვენ ტექსტს და შეგვიძლია ჩავასხათ ფერი ამ ღილაკის მეშვეობით. ჩარჩოს ფერი შევარჩიოთ, დავამატოთ ეფექტები. შეგვიძლია აქედანაც დავამატოთ ეფექტები, shadow ჩრდილები, reflection არეკლა, glow ნათება, bevel ამობურცულობა, 3D როტაცია და ტრანსფორმირება. დავირჩიოთ ტრანსფორმირება. შეგვიძლია ჩვენი word art-ის ტექსტი ამ ღილაკებიდან გავწიოთ, გავზარდოთ, როგორც სიგანეში, ისე სიმაღლეში. რომ წავშალოთ, უნდა დავაკლიკოთ გარეთა ჩარჩოს და შემდეგ კლავიატურაზე delete-ს. აგრეთვე ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ თარიღი, ვაკლიკებთ date and times და ვირჩევთ სასურველ ფორმატს. ამოვირჩევთ სასურველ ფორმატს, დავაკლიკებთ და შემდეგ OK-ით ჩავსვავთ. აგრეთვე შეგვიძლია ჩვენ ჩავსვათ სიმბოლოები. ვაკლიკებთ სიმბოლოებს, ვირჩევთ სასურველ სიმბოლოს, დავირჩიოთ კომპიუტერის. თუ გვინდა უფრო მეტი სიმბოლოების ჩასმა, ვაკლიკებთ სიმბოლოებს, შემდეგ ვაკლიკებთ more symbols და ვირჩევთ შესაბამის სიმბოლოების შრიფტებს. დავირჩიოთ winding-ის შრიფტები. winding-ის შრიფტი, მერე შემდეგ არის winding ორი შრიფტი. ან დავუშვათ winding 3 შრიფტი. ისევ დავაბრუნდეთ winding ორი შრიფტს და დავირჩიოთ მაკრატელი. შემდეგ ვაჭერთ inserts და ფანჯარას ხურავთ.